ნაცმოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ერთ-ერთ Facebook ჯგუფში მითითებას გასცემს, რომ აქციის მონაწილეებმა მაგისტრალები გადაკეტონ. ამის მიუხედავად ოპოზიცია ამბობს, რომ აქციების ორგანიზების უკან თავად არ დგანან. სახელმწიფო გუნდის შეფასებით კი ხატია დეკანოიძის პოსტი იმის დასტურია, რომ აქციების უკან სწორედ ოპოზიცია დგას. სერბეთის მაგალითზე მოვემზადოთ, დავგეგმოთ და უნდა გადავკეტოთ მნიშვნელოვანი მაგისტრალები. ეს არის პროტესტის ფორმა, რას ფიქრობთ? როგორც არ უნდა იყოს ცდილობა ქართული ეთნების მხრიდან ვინმეს დააბრალოს ამ აქციების ორგანიზატორობა, თვითონ ძალიან კარგად იციან, რომ ამ აქციებს ყავს ერთადერთი ორგანიზატორი, ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები და ცხადია, რომ პოლიტიკური პარტიები ახლა ჩართული ვართ, როგორც საქართველოს მოქალაქეები ამ აქციაზე. Დაალაგებული მაქვს თავში რა შეიძლება შევაფასო, რა არ შეიძლება შევაფასო, მგონია რომ ხატია დეკანოიძის სტატუსების შეფასება ჩემი საქმე არ არის. მე მგონი არ ვწდები. ეს აქციები არის თვითორგანიზებული თუ ამ აქციების უკან დგას ოპოზიცია? ეს აქციები არის თვითორგანიზებული. ეს არის ნაცების აქცია, ეს არის ნაცების ჯგუფი და სცენარი, ყველაფერი რაც ხდება, ასაც ეს ადამიანები გეგმავენ, ეს არის ნაცების დაგეგმილი და ნაცების დაკრულზე ცეკვა. ის კეკულუცობა, რომელიც ზოგიერთ ადამიანს ახასიათებს, თითქოს ემიჯნებიან ნაცებს, ამიტომ თავიდან ბოლომდე ნაცების საქმის კეთება სურთ, რა თქმა უნდა, არის ფარისეულობა და სიმართლეს ჩვენ საზოგადოებას ვერ დაუმალავეთ. თან თითქოს რწმენიათ ნაცობა და ამ დროს არიან მოწინავე ნაცების სინამდვილეში და აქედან გამომდინარე, რაც უფრო მეტს შეცდებიან, რომ მოატყუონ ჩვენი საზოგადოება, მით უფრო მტკივნეულ პასუხს გასცემს მათ ქართველი ხალხი. აღმოჩნდა, რომ თურმე ერთ-ერთი თვალსაჩინო ნაცი ქალბატონი ხატია დეკანოიძე არის ტოპ კონტრიბუტორი, ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრჯერ ხშირად პოსტავს მათსავე ჯგუფში, დავალებებს აძლევს თურმე და ამ დავალების შესაბამისად ეს ადამიანები მოქმედებენ, მაგრამ მერე გამოდიან გარეთ და საუბრობენ, რომ ნაცებს ვერ იტანენ. კიდევ ერთი მაგალითია, რომ ამ დაორგანიზებული ძალადობების უკან კოლექტიური ნაცმოძრაობა დგას, მათ შორის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი ამაში ყველაფერში არის ხატია დეკანოიძე და ეხლა ეს თვითორგანიზებულობა, გაბრაზებულობა და სხვადასხვა სახელის და დასახელების მარშები, რომ აბსოლუტური ფარსი და აბსოლუტური ტყუილია, კიდევ ერთხელ დაუდასტურდა. ასეთი მოწოდებები, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მატერიალურ სახე, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინ მართავდა ამ პროცესს, ვინ აფინანსებდა, მათ შორის ოპოზიციასთან დაკავშირებული ბიზნეს სუბიექტები, რომლებიც ხიად აფინანსებდნენ სხვადასხვა ფონდების საშუალებით ამ აქციებს, თავად აწყობდნენ გაფიცვებს და ასე შემდეგ, რატომ რომ ქვეყანაში შეიქმნას როგორმე პოლიტიკური და რაც ყველაზე სამწუხაროა ცდელობა არის, რომ შეიქმნას ეკონომიკური კრიზისი, თუმცა ამ პოსტში ძალიან კარგად გამოჩნდა მატერიალური სახე და დიდი ხანია ამ აქციების უკან ნაცვლის მოძრაობის ყურები მოჩანს.